მონტესორისა და სხვა ფსიქოლოგების ერთ-ერთი კიდე რჩევა არის ის, რომ ბავშვს არ სჭირდება საზოგადოებრივ ძვირადღირებული სათამაშოები. აი ხო ხედავთ ეს რა არის. ხისგან გაკეთებული უბრალო რაღაცეებია. და თქვენ რომ ნახოთ მონტესორის ესა ვთქვათ 6 წლიანი ბავშვისთვისაც იქაც სულ ესეთი უბრალო რაღაცეებია სულ. და ჩვენ თუ კიდე ავაკვირდებით ჯანსაღი ბავშვის განვითარებას, ნახავთ რომ აი სულ უბრალო ძონძებით, კოჭებით, იმითი კენჭებით და იმითი ბავშვები როგორ გატაცებით თამაშობენ და ის გაცილებით უკეთესია იმითი, რომ იქ ბავშვის წარმოსახვა ვითარდება, ის თვითონ აგებს თავის საამყაროს. და როდესაც ჩვენ ბავშვს აჩუქებ აი ამ მოძრავ რობოტს, პასიური ხდება ის უკვე, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, როცა ბავშვმა აი ამ კოჭებით, კუბიკებით და ძონძებით და იმითი რაღაცა იქ სასახლე ააშენა და იქ მერე სადღაც ცუგა ჩასვა, იქ ისა მერე მით უმეტეს კიდე უნდა ვთხოვოთ სულ, მე უკვე გითხარი ერთხელ და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვალაპარაკოთ კიდევაც მერე, რომ აბა ეხა ეს ცუგა რა შვება, ისი რა შვება, იქ მეფეს აძის, იქ რა ხდება, ხო და აი უკვე ააგო მთელი სამყარო ბავშვმა. და ვითარდება მისი შემოქმედებითობა, მისი აზროვნება, მეტყველება, ყველაფერი ვითარდება ერთად. და რაც მთავარია წარმოსახვა. აი წარმოსახვა არის უძვირფასესი უნარი, რომელიც სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ მერე და მერე იზღუდება ძალიან წარმოსახვის სარბიელი. იმიტომ რომ მერე და მერე ბავშვმა უნდა ისწავლოს წერა, კითხვა, ანგარიში, ისე იგი დანარჩენ სკოლაში, რასაც აკეთებს, იქიდან 90% არის ნორმირებული. ხო ესე იგი ხო არ შეიძლება მე წარმოსახვით დავწერო ასოები, ხო აი როგორც საჭიროა ისე უნდა დააწერო. ხო არ შეიძლება მათემატიკაში ამოცანა წარმოსახვით ამოხსნა, აი როგორც საჭიროა ისე იგი და უნდა მოიქცე კიდე კლასში როგორც საჭირო, ანუ ყველაფერი არის ნორმირებული. და წარმოსახვის სარბიელი ძალიან მცირდება მერე. ამიტომ სკოლამდელ ასაკში უნდა მაქსიმალურად განვითარდეს წარმოსახვა. ეს მერე გვაძლევს იმას, რომ ბავშვი მრავალმხრივ ვითარდება, მისი ინტუიცია იქნება ძლიერი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მერე ცხოვრებაში, რომ ის წარმატებული იყოს თავის საქმეშიც და ყველაფერში.